დავიწყო საზარელი ვიდეო რა გეცნება რა არის ვერ გავიცი რაზე ამბობ ვაფშე საზარელი ვიდეოა ჩემი აზრით ახალი სისხლი ჩაესხა იმ უდიდეს საპროტესტო მონსტრს რომელიც ჩვენ დაგვანგრევს ეს არის კაცი ტერმინატორი რომელიც გადაქელავს რუსული რეჟიმის ყველა წინააღმდეგობას კაცი გვირი კაცი დანკო კაცი ჩეგევარა მე ესეთი რაღაცები ვთქვი რომ ეხლა უნდა გავუშვა ის სიკვდილზეა წავიდა ნეპერსელზე იზრდება, ამიტომ რო გაიზრდოს წინააღმდეგობაც. ვერ გწოლენ თქვა სიტყვები ძის სოციალისტური იმპერია. შეცდებიან შეგა მიიღებენ კიდევ უფრო ხმამაღლა ამ სიტყვებს. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. პარასკევს 5 საათზე ვიკრიბეთ ბიჭო, ამაზე ძალიან კარგად იყო მე მიდებული ჩვენი ფაქოს პერსონაჟი რო იყო რა, ძველ შაბათის შოუში. ხო იცი, ის ზუსტად ერთ-ერთი არის იმის განსხეულება, უბრალოდ რეალურ ცხოვრებაში. რა შინაარსი გაიგეთ ვინმე? ეხა შინაარს ეხა შინაარს ვერაფერი ვერ გავიგე. ნეპერსელზე იზრდება, ამიტომ რო გაიზრდოს წინააღმდეგობაც. ვერ გწოლენ თქვა სიტყვები ძის სოციალისტური იმპერია. შეცდებიან შეგა მიიღებენ კიდევ უფრო ხმამაღლა ამ სიტყვებს. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. პარასკევს 5 საათზე. აი, მიდი კაცი, უშე შემოგეულეთ რა. არა, ჩვენ საქმე გვაქვს. ჩვენ დავცინოთ ფოტოშორის ლოგობეტიური პრობლემები აქვს და ესე არ დავცინოთ. არა, რა თქმა უნდა, მე სხვა რამეს ვამბობ კაცო. ერთი წუთით რა დავასრულებ. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან საშიშ ძალასთან, არა ამის სახით. რაღაცა გარკვეული ჯგუფი, საინიციატივო ჯგუფი ხო არსებობს, ამ პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს არის ლეგიტიმური სპიკერი დასაშინებლად სახელმწიფოს. ყველების გამოსაჭრელად. ხო, ანუ ვიღაცამ ხო გადაწყვიტა ერთი 10 კაცი შეიკრიბა, რომ მოდი, აი, სწორი. არა, 10-მა დაადასტურა, რომ მოდი ეს გაუშვათ, რომელიც ეტყვის, რომ თქვენ თუ ამას იზავთ, ჩვენ უფრო მეტ წინააღმდეგობას გავიგებთ. რეზისტენცია იზრდება ჩვენში. თქვენ ავტომატებით, ჩვენ მოლოტოვებით, ანუ ჩვენ აქედან უნდა შეგვეშინდეს და შენ ხვდები რა ძალასთან გვაქვს საქმე როგორი საშიშია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ერთად. არა. ისინი სხვაგან ცხოვრობენ. სხვა სამყაროში საერთოდ. კი, განზომილება. ანტიმატერიაში განზომილება. სხვა განზომილება. იმიტომ რომ მე მინდა გირჩიოთ. მაგრამ სხვა ფონეტიკა არ მოგატყუოს. ძალიან როგორც ლიტერატურაში და კინოში არის რომ ფონეტიკით არ უნდა მოთხოვო. არა, როგორც კეთილმოსურნე კი არ გირჩევთ, მაგრამ უბრალოდ ჩვენც რო ცოტათ ამას აუწიოთ, ოპონენტი სხვანაირად შევაფასოთ, რაღაცა ცოტა წესიერი წინააღმდეგობა გაგვიწერა რა, დღეს მანქანით მოვდიოდი. და გზად დავინახე უნივერსიტეტის ქუჩაზე იდგა გრიგოლა გეგელია, აი მე რა კაი. რატო არ გაუჩერე მე? აი არ მქონდა ნერვები და არც თავი, მაგრამ ბიჭო, აი მონსტრების იდგა. მოვიდა მლესავი დადგა მზესავით კედელთან კედელთან ბიჭო აი ისეთი მონსტრების კორპორაცია რომ უბრალოდ მონსტრების კორპორაცია კიდევ რაღაც არის ხო მე მგონი ფრიკ შოუა ჩვეულებრივი ფრიკ შოუ რა ანუ ცირკურო ძალიან დაბალი დონეა ძალიან არა ეს ბიჭი გაახალისებს კომედია რა აი ხა ეს გაახალისებს ეს სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით პოლიტიკურად გეგელია საბაბუაძე და თაზო დათუნაშვილი იქით მებრძოლი აქტივისტი ყავდა ჩვენ რომელიც სამწუხაროდ ისე გავდევნეთ ჩვენი ეთერი ვინ აკაცუკი აკაცუკი არა გავდევნეთ რა ჩვენთან არიან მირაბ კოსტავა და ეთიკო ტაიცენიო და ისა კრევო ტიხირო ზმაო აი კრევოც ფეხია აკაცუკი ერთხელ კიდე გაუშვი რა იმიტომ რომ აკაცუკების იმაზე რა ქვია ზეპირსიტყვერებაში ანერგვაზე ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავებთ ჩვენმა გადაცემამ ძალიან ბევრი იმუშავა მაგაზე და ხალხი უკვე აქციას აკაცუკებს ეძახის რა ჩვენ ძალიან მაგრა გავარჩიეთ და დიდი ხანი ვაკომენტარებდით და მე გეხვეწები ნინი ჩავაგდოთ ჯერ გუბაზე აკაცუკი გავიხსენოთ გუბაზა გულბოз კამელია ძალიან შეამცირა იმიტომ რომ ხალხში იყო განწყობები ასეთი უკან საყივარი რომ აი პოლიტიკოსებს არ გინდათ არაფერი კაი ცხოვრება გიყვართ თქვენ და არის ძვით და მარტო ტელევიზორში ხართ წავიდნენ ციხეში წავიდნენ ბიჭები პოლიტიკოსები აი მელიასთან რა ნაგლია რა ვაიმე რა უნდა მსოკაც მე ვერ წავალო თავში ვარ ნაცემიო მაგრამ აზრებულად წავიდა
ზურაზე აგერ თქვი ნიკამელია ნახე როგორ წავიდა კაცო ამის ნიკამელი კიდე მაკეთოს როგორ ამოვაო და მაგის სალიბის ვამაყობ თქვენით ბიჭებო რა აუ ბიჭო ვამაყობ არ შეიძლება რომ დაუძახოთ კომისიაზე ამას და მე ვნახოთ რას იზა ხო მაგრამ ამან რა აკეთა მაგ ხო ისე უნდა დაუძახო იმ არა აკეთა იმ არა ეს რატო უნდა დაუძახო საჯდომი რო აჩვენა იმ არა რატო უნდა დაუძახო იცი კომისიას იმან ძალიან ბევრი აკეთა იმან აკეთა ნაცების დროს იყო ეგ ჯეოშნიკი, რომ ამბობენ რომ ნაცების დროს მაგას არაფერი არ უკეთებიო. ნურას უკაცრავად. ნაცების დროს ეგ იყო წამყვანი ჯეოშნიკი, რომელიც მუშაობდა მარტო იმაზე, რომ გაეშავებინა ქართული ოცნება. ანუ ერთ-ერთი მთავარი ასეთი ბევრი იყო რა. რომ აი უყურე ჩვენ კი არ ვამბობ მაგას და ჩვენი მომხრე და ჩვენი პარტიული კი არა, აი დამოუკიდებელი თავისუფალი დასავლეთიდან დაფინანსებული NGO-ს წარმომადგენელი ზურა ჯაფარიძე მაშინ ჯერ გირჩი არ იყო, ამბობს რომ ეს არის რუსული პროექტი. ეს აკაცუკი არ არის. აკაცუკი არის, როცა ტექსტით გამოდის და იხსენებს გავართო ჰარი პოტერი, ჰოგვორტსიო, როჰანიო, გენდალფი და პროტოგენესიო და გიროებლიცო, მეგობრებო, აი ეს გავუშვი, პიკაჩუ არის, აი ეს გავუშვი. აი ეს საქართველოს განვითარება, ქვეყნის ქართული ეკონომიკის, ქართული კულტურის შენარჩუნებაც, მათ შორის თუ არ ვიქნებით დასავლეთზე ორიენტირებული. ბატონი აკოპოვი ეს პიკაჩუ არის, სხვა არის, აკაცუკი სხვა. ბიჭო, შენ ამას ხო დაუძმაკაცდი? კი, კომუნიკაცია გქონდა. რატო დგას ისევ გარეთ? ბიჭო, არ ვიცი, არა. ვერ მოგხაჭე? არ იცვლის პოზიციას. ეს ძველია ხალხო. ძველია, პრინციპული ბიჭო. არ იცვლის პოზიციას, მაგრამ აქვს პოტენციალი, რომ ჩვენი პიკაჩუ გახდეს. ერთი დავპატიჟოთ რა რესტორანში. კი. რა უნდა მე დავპატიჟე, მაგრამ არ ვსვავო. რას ჭამს იცით პიკაჩუ? არ ვსვავო, რა შევეწევიო? არა, არ ვსვავო, რა ცოტა ვსვავო. ლუდი პიკაჩუ მიყვარს. რას ჭამს? მე არ ვიცი რას ჭამს. ხო და რესტორანში ხო პატიჟებთ? არა, რაღაცებს ჭამს. ხალს. რაღაცას ჭაბლს. კი, პიკაჩუ. კაი, გავუშვი კუბაზე კიდე ერთი. პიკაჩუ, ბიჭო. რესტორანში ხო პატიჟებთ? არა. გავუშვი. მული რო ხარ და ვიღაცის სიკვდილი გინდა და მოწყვეტა გინდა უკვე ქრისტიანი აღარ ახარ და ხოცობა ასეთია. სიბოროტით, შურით, შიშით, ფობიებით აფეთქებული გონება აქვს ხოცობას და იდეოლოგიაც ეგეთი აქვს რა. გულბოზი იქიდან რომ მასონებს და ხულიკებს და რეპტილოიდებს ებრძვიან. უი, რა საინტერესოა, რეპტილოიდი ხო არ არის ეს? ამას სუკანი რეპტილოიდი. რუსკი გარაბლის გზაზე გავაყოლებდი, მაგრამ უყურე მთავარ თემა რა არის. ჩვენ ვისმენთ ოპოზიციის ერთ-ერთი მძიმეწონოსანის მოსაზრებას, რომ ჩვენ ყოფილვართ თურმე სიძულვილის მთავარი მამოტივირებლები და რომ ამბობთ რომ ვიღაცები უნდა გადაშენდნენ. ოღონდ ერთი მსგავსი გამონათქვამის კი არ არსებობს ჩვენი მხრიდან და გავიხსენოთ საპირისპირო. სულ მხოლოდ ბიომასა, რომელიც ეკუთვნის ნიკა გვარამიას. დედის გინება მასობრივი. ნიშამ შვილდაძე, რომელმაც აქციაზე შეკრებილ ათეულობით 1000 ადამიანს პირდაპირ დედა აგინა. ის ჩემი საზარელი პერსონაჟი გია ბუღაძე, რომელიც ჯოჯოხეთის ცეცხლში დაწვას და ცუნამი წაგლეკავდა. მეტაფიზიკური სასჯელი გვივლინა. ასე კიდევ ბევრია ჩაფუთხების კამპანია. შეგიძლიათ ძალიან კარგ რამეზე საუბრობთ. შეგიძლიათ რომ პირველი ის ბიჭის საშში მოწოდება რო ქონდა კიდე ერთხელ გავუშვათ კი. რამე აღმოაჩინეს ვეჯი? იცი უკაცრავად ხლავე. მოემზადები. просто რამდენჯერ მოსმენამაც შეიძლება დაგუზაფროს რა. მე და დამძიმეა. ხო, დახურულია ყველაფერი, აბა გავუშვათ. ნეპერსელზე იზრდება, და ამიტომ დრო გაიზრდოს წინააღმდეგობაც. ვერ ვწოლენ თქვა სიტყვები ძის სოციალ-სამყარო იმპერია. შეცდებიან კარგი, გავცშოთ. მოკლედ, ამ ბიჭის სახელი და გვარი იცით რა არის? ის ხო რომან აკოპოვია ძალიან მაგარი. ამის არის ხალიბეკ მაგამედოვი. ო, კარგი. ისლამ თუ არ ვწდები არის დაღესტნიდან და ის გასაგებად ისლამ მახაჭევი რო ამბობს. Send him to 3 years in Dagestan and forget. იმენა ის უნდა გაუკეთო. ამას 2-3 წელი დაღესტანში და forget. დაიუწყო. ანუ ეს იმენა დაღესტანში უნდა გაუშვა wrestling-ზე. wrestling-ზე არა, просто უნდა გაუშვა იქ. ჭიდაობა. თავის სურვა უნდა ასწავლო იქ. ბუნებრივ პირობებში. არა, მაგარი ხალხი აქციაზე. ძალიან. კიდე კუბაზე აკაცუკი ვერ ვიპოვეთ ამდენი ხანი ვიდეო. კუბას სანიკიზე უფლის სამართალზე თუ შეიძლება. აკაცუკის რა მოძებნა უნდა.
ავდა კარგს ვერ გაარჩევ, შავდა თეთრს ვერ გაარჩევ. დაჟჯა უფალმა იცის უფლის სამართალი ყოველთვის დაჟჯადი არის, ხო? როგორც ადამიანებს არ ჯის, ხანდახან ერებსაც არ ჯის. რატო გჭირს ასე? იმიტომ გჭირს, იმიტომ ვერცხლს გავყევით. კაცი რომელიც ცნობილი არის იმ ფარული ჩანწერით სადაც მილიონერი უნდა გავხდეო. ანუ ყველაფრის ფასად მე მილიონი უნდა ვიშოვო და ანუ არაფერი არ მიგის. იმად თუ მე მილიონი არ ვიშოვო, ეს ლაპარაკობს რომ ვინმე ვერცხლს გაყვა ბიჭო და ამუნათებს ვინმეს მაღაზე? ანუ კაცი რომელიც პირად საუბრებში მარტო იმაზე გოდებს, რომ ღმერთო მილიონი მაშოვნინო, ყველაფერს ვიზამ რომ მილიონი ვიშოვო. ეგ არის ეგ. რომელსაც აქვს დაუოკებელი სწრაფვა, რომ ბოლო-ბოლო ტალონებით კი აღარ მიიღოს ანაზღაურება, არამედ ვერცხლი მიიღოს თუნდაც რა. და თუ გახსოვს ამუნათებდა მიშას სექსი და ოქრო? ამის კაცი ხარო შენ? აჰა, შავა, ჩაგიგდებ აკაცუკის. შეგაძვრენთ მიშაში. ეგ აუ, არა, მაგარ რაღაცებს წერენ ჩვენი მეგობრები გვიყურებენ. ხოცი, მაინცა. აბა გაუშვა? ტურთე. ეს თქვენთან არის აკაცუკი, თქვენთან არის გონდორი, როჰანი, ფროდო ბეგინსი, ჰარი პოტერი, გრიფინდორი, რა ვიცი, ატრეიდესების საგვარეულო. ეს მოკლე ერაბკოსტოვას სული რო არის კიდე ეგაა ძალიან. ხო, ნუ აკაცუკი ეს ბიჭი სად არის? ვინმე ნახა? დაბულინდა. ის მე აღარ. კი ბატონო. გეხვეწები ძალიან ბევრი მოგვივიდა, მაგრამ აღარ გაუშვი. არა, ერთი ძა პირველი ტიპი ვინც აღარ გაუშვი. სხვა რამეს გეუბნები, კაგრას ხო ახსენეთ, რომ ფაქოს გავსკო, ფაქომ გამომიგზავნა ვოისი და მოიცადე. ერთსა. მიიდე მიკროფონი. ეგ მე გადაება, ეგ მაგას ნახე რა დღეს ჩავაგდებ, ნახავ მაგას. მან ნორმალმა მეკორტოვია. გასაგები. კაი, მაგას დონალდ დაკის ვოისიც აქვს. ხაბაზის ვოისიც შეიძლება კარგად წავიდეს მაგაზე, ხო? ბატონო. გავუშვით ლევან სალიგიძე, გუბაზის ვაჟი, გავუშვით. გულბოზ ჯუნიორი. ვაჟი. ამ წუთას უფრო მარტივი არის დამიჯერეთ, რომ დავარწმუნო ადამიანი, რომ არ მისულით, უფრო გაუფუჭოს ბიზნეს საქმეს, ვიდრე მისულით. აი ეს შეკითხვა იმ პარტიებთან, რომლებიც განიხილავენ მისვლას. რა უფრო მარტივია? ამუნჩევს დარწმუნება, რომ მისულით გარისკვით, იმიტომ რომ ის ხო რისკია, რა ბიულეტენი დახვდება ისევ არ იცის, ხო? და მით უმეტეს თუ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ შედის. ეს გზა არის მიმყვანი ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე. ყოველ შემთხვევაში ამ გზას მეტი შანსი აქვს ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე მიგვიყვანოს, ვიდრე უფასოდ შევარდე და მელაპარაკო მტკვარზე ახალი ხიდების გადებაზე, რომელზეც ვერავის ვერ დაარწმუნებ, რომ რამე შანსი გაქვს, რომ თბილისის მერიის შენობაში შეხვიდე. გასაგებია. არა, მამაზე საზარელია ეს. მამაზე ის ურჩევნია მამუსაო, ზუსტად ამაზია, ხო? ხო, ოღონდ ნეგატიურ კონტექსტში განავითარეს ეგ ხაზი. მე გულბოზების დინასტიაზე უკეთესია. ყავს არა ვინდა ეს? თხოვეთ მე ეს პიდეკანტროფი კაცმა რო რაღაცა თქვა. ლევან ხაბეიშვილმა. ჩამიგდე, მე შენ ჩაგიდე, შენ ჩამიგდე, მე იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. აი აქ არის კი ბატონო, აკე? მოიცა, აი აქ არის. რა უნდა? გაუშვით, აი გაუშვით. პირველ ყოფილ ავადყოფს. გაუშვით. დელი მოცემულობით გადის გახარია საქართველოსთვის და სავარაუდოდ ისე რადიკალურად და გადაჭით არ ვთქვათ როგორც გახარიას, მაგრამ მაინც გადის ლელოც. დაერქვა საზოგადოებაში თავის სახელი, რომ ვინც არის რა, რა ვიცი, რა ბოზები არიან რა. ხო. ბოის ერთსა მე სანამ უშუალოდ იმის გახელას გავი. ორ რას შუაო? ცეცხლს შუა. ცეცხლს მოგონ უნდა შეიცვალოს. აი ეს ორ სხვა რაღაცას შუა უნდა იყოს. კი ბატონო. ორ ჩლენს შუა. და ნაკლებად ცხელს. წევრს შუა. ორ კვერცხს შუა შეიძლება იყოს. კი ბატონო. მოკლედ მე ის ვამიდა რომ ბოზები არიანო და პროფესიით მოწოდებით ბოზი. გალიმი ბოზი, ესე კუტანკა. ხო, ნუ ამაზე მეტი ბოზობის ეტალონი. ქუჩაში გინდა, საქმეში გინდა, გავიხსენოთ თავს რომ იკატუნებდა მტრად, ვითომ რომ ნაცემი იყო და აჩვენებდა ნაცემად თავს. ანუ იმაკატელი რო იყო და შენ ამბობ ხელს რო იწავდა ბოს რო ვიღაცას დაუძახებს ესეთი ბოზი. აი აპოკალიფსი რატო არ ხდება რა? მიწა რატო არ უსწრებს? ანუ შენ ამბობ რომ ბოზი ბიჭია. ბოზია, აი იარლის ხვადე, პირდაპირ არის ბოზი.
მოვიდეს და რა ვინმე რამე თქვას რა აი სული პასუხისმგებლობაა როცა დაიჭერე რა აი ბოზვით იქნება მარტო კამერაში როგორც სხვები არიან სხვა დანარჩენები კი ბატონო კურტიზანი ხაბე კურტიზანი ხაბე ხო ახლა ეს ძალიან საინტერესო ასევე ეს მუსიკილი გავაგზავნოთ რას ამბობს ეს ხო წულუკიანზე მაქვს არა აბა შეხედეთ გავუშვით ნახეთ რას ბედავს გამო ლიდერის პირდაპირ თანამშრომლობებს ცხადი აღვაპირებ მაგ კომისიასთან თუმცა დიდი სიამოვნებით მივიდოდი და პირდაპირ გეუბნები თავს მოვაჭამდი წულუკიანს შენი ხო აი ეს ეხლა რა აი თავს მოვაჭამდი აი ვიღაცამ ხა ამის გამო თუნდაც მაგ გამო რომ ცემოს გახსოვს ჯერ კიდევ როდესაც რომ ძალიან არის აბლატავებული თქო ხო ვინც ეს ააბლატა არა და პირველ რიგში ისაა ჯერ საცემ ვინც ეს ააბლატა რუსის ბარაბანს არ მოხვედრია ამას რომ მოხდა და რატო არ ააბლატა ტიპი არის რომელიც პოლიტიკურ სპექტრში ამაზე ჩმორი ანუ ამაზე არის ამაზე უფუნქციო ვამბობ ანუ უღარ წინავიდაო რა იყო რომ სადაც ანუ ქუჩური გაგებით ხო ლაპარაკობს რომ ვიღაცა არისო როსკიპიო რა ხო ტიპი არის რომელიც არის სულიერი კონსტიტუციით როსკიპი პოლიტიკურად ქცევით გამომხატველობით ქართულ კულტურასთან შესაბამისობით ანუ ყველაფერს თავიდან რომ ანუ ქალზე საჯაროდ საუბრისას რომ აი ამ წინადადებას იტყვი ან მან დამთავრდა შენი ყველანაირი მიმართება რაიმე კაცთან თუ არსებობდა ოდესმე და ამის შემთხვევაში არასოდეს არ უარსებია არ მიმაჩნია ცემა სწორად ცემა არაპედაგოგია მაგრამ რიგ პიტეკატრობებზე კარგია და თავს მოვაჭავ რას ქვია თავს მოვაჭავ ვის მოვაჭავ ამის მოჭმული მე გადავები ბიჭო კი ბატონო მოდი გავუშვათ გედევანფობ კეუს ვერ დაღეჭავს ეს რა ჯედი რომელიც საზოგადოებას დაპირდა რომ მე პირველი არ გავისვრიო ოღონდ ვინც გაისვრის მის დაუხვია გეტი ამდენ ხა ტყვიას არ დახვედრია არა არ გასროლილა ტყვია ჯერჯერ მაგრამ არც თვითონ არ გაუსროლია და რიგში პირველი ჯოე გავგე მაგრამ პირობას ასრულებს მე უკვე მშვიდად ბზინავს რომ გეტი პირობა შედგება ორი ნაწილისგან ერთია რომ არ გაისვრის და მეორეა რომ გადაუდგება სხვის დასწროს და შევთვის რომელია უფრო მნიშვნელოვანი ცალსახად ბიჭო მე მშვიდად ბზინავს რომ გედი რო ვიცოდე რომ ტყვის სროლას აპირებს უკვე ვეღარ მოდუნდები და ვეღარ მოდუნდები უკვე ყველგან თვალები უნდა გქონდეს რა ნიკა გვარამეს სიტუაციებიც კარად ვიცი მე შეიძლება უფრო მეტად ნერვიულობ და ნიკას სიტუაციას ვიდრე თვითონ ნიკა იმიტომ რომ ნიკასთვის ეს რაღაცა ყოფილი იქცა მე უკვე ნამდვილად მომბეზდა რომ დილას გავიღვიძო და კონდეს ისაზრო ჩემი მეგობარი ტყუილა ძის ციხეში მარტო იმიტომ რომ პოლიტიკოსებმა ვერ შევქმნით ისეთი სახელმწიფო სისტემა სადაც უდანაშაულო ადამიანს პოლიტიკოსი არ არის ეს ელემენტარულია უდანაშაულო ადამიანი ციხეში არ უნდა არა ისეთი გვარამი არ არის პოლიტიკოსი ნიკა გვარამი ხო უდანაშაულო ადამიანი ძალიან მაგარი რაღაცა თქვა ჩვენო პოლიტიკოსებმა ვერ შექმნით ის სისტემა რომ ნიკა გვარამია უდანაშაულოდ არ შეძეს და თავარი სისტემა რომელიც უდანაშაულო ხალხს ვავდა ნიკა გვარამიას შექმნილია ერთ-ერთი რა თქმა უნდა ძალიან მაგარი ტიპია რა ეს ბროლის ბუა რა ნიშნის მოგები არიცის ზურას ძმა ღია ჯაფარიძე თხოვთ ესეც საჯდომით საუბრობს არა არა აქ ეგნიჭები გზავნილი არის რომ ვაგზელებთ ბრძოლა ზურა არის კარგად ზურა არის მხნედ და იქიდან აქეთ გვამხნევებს ყველას მე არ მქონია კომუნიკაცია არც ვიცი როდის მექნება მეგონი მასზე დამოკიდებული ის ნახვა მოუნდება და ვისი არა არ ვიცი ზუსტად არ ვიცი მაგრამ ნახვა არ მოუნდა ადამიანებისგან ვინც ის ნახა ზურა არის მხნე კითხულობს ბევრს სხვა იქ რა უნდა აკეთოს ის საუკეთესო მეგობარია და აქეთ გვამხნევებს იქიდან ისეთ არ ვიცი რატო და რა შუაშია მაგრამ კაცი ადამიანი ვისაც გაქვთ კარგად საკითხული და გახსოვთ პერსონაჟები მან და ერთ ძალიან მაგარი პერსონაჟი ლუარსაბის ძმა გახსოვთ დავითი კი ეგ ლუარსაბი როდესაც დარეჯანი მოყავდა მოკლედ გარიგებით მოყავდა რა და რომ მივიდა იქ ეკლესიაში ნახა რომ სხვა ქალია და ეს არ მინდაო რა და დავითიც ახტა რას ამბობთო ხო როგორ გაიყვანეს გვერდ დავითი გაიყვანეს რა გაძლევთ აღარ მახსოვს რამდენი 5 უმნაცმა როგორ გავყიდა 7 ისე და გაიო მაშინ ნუ სერიოზული კორცილი ჩაინიშნებოდა რაღაც ეგვაიბი წამოიღო უცბად რა ფატაშორი სხვაჩორის მეორე ხარისხოვან პერსონაჟებში დავითი არის ტოპ ტიპი ფატაშორის ლუარსაბ დათკარიძე ქართულ პროზაში არ არის უარყოფითი გმირი აი და გამოვიწევ ეხლა მე ყოფილებას მაგრამ ჩემი აზრით დადებითი გმირია
ამას მე რეახსნი რატო ცალკე მონოგრაფიაში მეხმარება ისა ნანუკა ჯორჯოლიანი მაგან იცის კარგად წერავს არა ერთად წეთ მონოგრაფია მეც რო დავიჯერე მეთქი რამე სერიოზულად საუბრობ არა მე არა მაგრამ მეთქი პოდკასტი აქვს რამე რაც არჩევს უარსაბის ჯორჯოლიანი რედაქტირებას ახდენს ტექსტის და წყაროებთან მუშაობაში მეხმარება კი ბატონო ელენე ხოშტარია ქართული ოცნება ვერ ტეხავს ოპოზიციას. ქართული ოცნება ვერ აიძულებს ოპოზიციას. რა, არაფერი არ გასატეხი. ის ლეგიტიმაცია აღიაროს და ცრუ ყალ პროცესებში შეიყვანოს ქართული ოპოზიცია. ეს არის ძალიან პრინციპული, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა. ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება, არც ზურასი, არც ოქრუაშვილის, არც მელიასი, არც გვარამიასი. ეს არის ბრძოლის სტრატეგიიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ რეჟიმი იგებს და ჩვენი პარტნიორები იგებენ, რომ ჩვენ ყავს იმ ტიპის ოპოზიცია, რომელიც არაფრის ფასად მათ აღიარებას არ აპირებს. შეიძლება არიცი. ხო, მაგრამ რუბლები როდის დაერიცხება? ეგ თავარი ეს არის ახლა. ხვალ, ხო? თუ ზეგ. კი. ხო, რეალურად ესეთი სახელს შელახული სუბიექტი, როგორც არის ხოშტარია, ოპოზიციურ სპექტრზე, არის ძალიან ცოტა. მიუხედავად ამისა, მას რო ყოფნის თავხედობა და მის მხარდამჭერებს რო ყოფნის თავხედობა, რომ ამაზე მაინც იძახონ, რომ ეს არის ქვეყნისთვის მებრძოლი პატრიოტი. ეგ არის ძალიან დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ დავიწყოთ იქინა, რომ ადამიანი არის, რომელიც თვითონ ყვება ხო ამას ჩვენ ხო რას დედუქციით ხო არ მეყვება. სანდრო გირგულიანი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი. სანდრო გირგულიანის კვლელებთან ერთად შეიკრა, მათ პარტიაში ჩაჯდა და გახდა მათი თანამებრძოლი. ანუ შესაბამისად გაიზიარა მათი ჩადენილი დანაშაულის ტვირთი. ან აპატია. ან ხო, ან აპატია, ან ჩათვალა რომ ეს გასაკეთებელი იყო იმისთვის, რომ მათ წარმოდგენაში ქართული სახელმწიფო არა, აპატია იფიქრა, რომ ძალიან დიდი ტრაგედიაც არ მომხდარაო. ამასთან ეს არის როცა თქვა რომ ხა რა გადამაყოლეთ ერთსანდრო გირგულიანს მანდი ფიქრა ამასთან ეს არის ხალი რომელმაც გიმოში ისწავლა ორჯერ ბიჭო, ორჯერ, ერთხელ კი არა. ერთხელ ისწავლა დაამთავრა, წამოვიდა კი არა, ჩავიდა მეორე და მეორედ ისწავლა. და ეს ყველაფერი გააკეთა მაშინ, როდესაც უკვე საქართველოს აღარ იყო საბჭოთა. როდესაც საზღვრებიო გახსნა და ნებისმიერ სხვა ქვეყნის უნივერსიტეტში შეეძლო რომ ესწავლა. გიმოში ისწავლა ორჯერ. და დღეს უკვე 2 წელი არის დადასტურებული აქვს, რომ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხება ფული, რუბლები. და მაინც უთიფრად თვითონ ამბობს და მისი ტიპები ამბობენ, რომ ეს ებრძვის საქართველოში რუსეთს. და ეს აპირებდა რომ იმას რა ქვია თვითფრინავის დაწოლოდა რომ არ ჩამოფრენილიყო პირველმა დადო ძალიან მაგარი რაღაც შეგვიძლია ვნახოთ სკრინია და წავიკითხავ რა უტელევიზოროთ ყოფმა ნიკა მელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასული გოლების რაოდენობა სხვა პატიმრების რეაქცია რას მეუბნები ბიჭო ანუ ჩვენ უკვე წამების მაგმასშტაბებზე გავიდით სერიოზულად ანუ მე ძმაო მოიცა მე ძმაო მე ქართული ოცნების ხარდამჭერი გავხდი მას მერე რაც ის პირობა გავიგერო ციხეშიო წამება არ აღდგება ანუ აღდგენილა ეს რა არის მე მახსოვს ამას რა განსხვავება არის პრეზერვატივ ჩამოცმული დუბინკით გაუპატიურებულ ნაცების დროს პატიმარსა და მელიას რაც გაუკეთეს ახლა მე მახსოვს ყვარაცხელიას გოლი უნდა გაიგოს პატიმრების ყვირილით მე მახსოვს მე-6-ე რო აშენდა არ აშენდა და ისე შეასახლეს ბიჭები პატიმრები არა შენ თემა გადაკა მაიცა გითხრა რა გახსენით მე-6-ე ხო მე-6-ე ოღონდ ეს ბიჭი იყო 10 ჯერ გახსნა მე-6-ე გახსენი ხო და არაფერი ვიპი ვარ ვიპი არაფერი არის. ამას ცოცხი არ ჯობდა? არაფერი. ნიკასთვის არ ჯობდა? არაფერი არ იყო საერთოდ არაფერი. ანას გოლი ვერ ნახავს. არაფერი არ იყო საერთოდ და იყო მარტო შკონკა და რაღაცა საჭველი იყო ჩამაც არ შეიძლება. მოვიდა ახალაია და რაც გამოუტყუე მე ბიჭებისთვის. იყო კიტრი და პამიდორი. კიტრი და პამიდორის გაკეთება შესრულება მისჯილებისთვის უკვე. იყო უდიდესი ამბავი რა რომ აი ადამიანს კიდე და პამიდორი მიეწოდეს ლარიოქში რა. რაზე ლაპარაკობ? ბიჭო არ მე შესახლებიდან ერთ
საათში ვარ ქონდა ტელევიზორი? არა, მე მახსოვს ნიკამელია როცა იჯდა ციხეში. პირველი მეგრული გოლი ვერ ნახე ჩემპიონატში. რო გამოვიდა დაახლოებით ქონდა ის პრეტენზიები, ერთ წამი რა ვიტყვი. ის პრეტენზიები, რაც გააჩნდა ბატონ ბრეივიქს. ბატონ ბრეივიქს რო ქონდა პრეტენზია რომ მაგალითად ინტერნეტის სიჩქარე. ერთ წამი მათქმევინეთ. ინტერნეტის სიჩქარე, PlayStation 2 ქონდა, არადიეტური კარაქი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთ ოთახში ვარჯიშობდა, მეორეში ისვენებდა, მიშანზე კაი პირობებში ნამდვილად იყო. ეხლა ნიკამელია რომ გამოვიდა, თქვა რომ მე არ მომწონდაო და ახლა განათებაო, იმიტომ თვითონ განათების დიზაინერი. თვითონ ფერი ცალკე, მაგრამ თვითონ განათების დიზაინერი, რაღაც სინემატიკური განათება ჭირდებოდა. აი დოგვილში რო არის ხო იცი ცოტა ისეთი რა. კიდე განათება ცოტა სიკაშკაში არის. მე მგონია რომ ხატრული განათებაა და ფერი და ყველაფერი დამაკმაყოფა, მაგრამ ხატრული ეს სინემატიკური კადრები აქ. ბიჭო, სტატისტიკა. და კიდე ერთი წუთი დავამთავრებ. და კიდე გამოვიდა და თქვა რომ იცი რა იყო მენიუში იყო საბჭოთა გადმონაშთი პაფლოცკიო და ამაზე მახსენდება სუის ძველი აკაცუკების აქციიდან ტიპი რო გამოდის და დაგვიჭირეს რუსულადო. გვაჭამეს რუსულადო დეგენერატი. გვიქნეს რუსულადო. არა, გვიქნეს რუსულადო. არა. თინა ბოკი. მე არ არა ძმაო, მე თქვენგან მოველი ემპათიას მოვლება. ამაზე დიდი წამება. არ გვინდა. მე აბუგრეების ფაილები მაქვს ნანახი ძმა. კი ბატონო, გავიგეთ. ეს ირონია უკვე მისაღები, ეს ირონია გავიცინეთ ყველამ გასაკეთებ. მე არ მეცინება. ვერ გავაჩერეთ. მე არ მეცინება ძმაო. კაცმა ტრანკვილიზატორი 5 გოლი გაიგო ყვივილით. და 5 გოლი ვერ. გაგედადეს რომ 5 გოლი ვერ ნახა. სეკანტა არ ხონდა ჩართული კამერაში. საშინელება. არ ვიცი, მე ხვალ გადაცემაში ვიქნები თუ არ არის. და დაითვალა. ეს გადამიწყვეტს მე ყველა. კი ბატონო, ეხა გავუშვათ თინა ბოკუჩავა და ძალიან მაგარია. გავუშვით ეს აიფონა. გაანახეთ. ყველა დაგვიჭირონ და დაგვატყუონ და გაგვანეიტრალონ და აგვაორთქლონ. მართლა ჩვენი შვილები გაანახეთ. აგრძელებენ ამ ბრძოლას სულ აქამდე მივიდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ. ფეისიდან ამოიღეს. იმიტომ რომ უფრო მალე დავამთავრებთ ჩვენ ამ ბრძოლას, ვინც სად არ უნდა ვიყოთ. ვიქნები მე ნიკასთან ერთად საპყრობილეში თუ ვიქნები მიშვილთან. თუ ვიქნები ახალი აიფონით. და ეს კარგად უნდა ესმოდეთ. ანუ აგვაორთქლოთ, ანუ გავაჩერდეთ ეს იგი. ვინმე აპირებს ამის ან აორთქლებას ან დაჭერას? არა, შეიძლება დაგაკეციანონ. გრიგოლ ეგარია გავიწყდეთ. რომელიც შენ ნახე ტრასაზე? კი, დღეს. აქენა ხო არ ერთვება. დღეს მქონდა მაგის პედნიერება. ხო. ბატონი. ხო. გეგელი ნახე ლაივში. ჰამილტონ გეგელი, ხო. ძალიან ძიმე. მაგრამ მას აქვს ბოლო მომენტი, რომ მიხვდეს, რომ თუ ამ ქვეყანაში არ ჩაიშრება ახალი საპარლამენტო არჩევნები. წესიერად ჩატარებული ახალი ცესკოთი და შესაბამის პირობებში თუ ყველა პოლიტიკატებარი არ გათავისუფლდება ვერავითარ ნორმალიზებას, ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ვერც ევროპულ კავშირთან, ეს რეჟიმი ვერ მიაღწევს და ამას ეხება ძალიან შეუგზავნა და ცუდი გავლენა. კარგით, ერთი წუთით მე მაქვს ჩემი ესე იგი მოსაზრება, რატომ დავინახე გრიგოლ გეგელია უნივერსიტეტის ქუჩაზე, შალვა. რატო? აბა რა ხდებოდა? ფორმულას ოფისი. არ არის იქ. მათ დამამთავრებინე. ფორმულას ოფისი არის დელისთან. ხო. ფორმულა ზღოლმა მოაკითხა, წაიყვანა და ჩამოსვა უნივერსიტეტის ქუჩაზე. ლაპარაკი თვითონ საქმე კონდა. არა. თვითონ იქით ბაგებში ეთქობა საქმე. აქედან პირდაპირ ჩაუყვები ფეხითო და გადავყო დელისთანო. მიყავდა სახში, მაგრამ ლაპარაკი დაუწყო. არა. ფორმულაში მიყავდა და გზად არასინგის ხერფლი ხო არ ყავს. გზად წაიყვანა და მძღოლმა იფიქრა რომ მე ბაგებში მაგ ეხა ეს დატოვე მართლა ტელევიზიასთან მობრუნდი და უთხრა რომ აქვე ჩამოგზო შენ ფეხით დაებერები ქვემოთო. მძღოლი არასინგის ხერფლობას გამორიცხავ? არა, ბაჩო დღეს. მე გადააგდო რა მანქანიდან. რატო? არასინგის რა ტიპის არასინგი ეხა მაგას არ დავკონკრეტებ. კარგი, მაშინ საბაბუაძე გვეტყვის სიმართლეს ბოლო-ბოლო. თავარი რაც ჩვენთვის არის უცვლელი და თავარი რაც ამ პროცესში ჭირდება და თქვენი კითხვის საპასუხოდ თავარი რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის რომ შენ ჩამოვყალიბდეთ საზოგადოების თვალში როგორც მკაფიო ალტერნატივა ეს არის თანამშრომლობა იმიტომ
იმიტომ რომ შეუძლებელია შენ ხალხს ერთი ხელით ეუბნებოდე რომ საქართველოში სრულად მოგუდვა ხდება ყველაფრის და ბელორუსიზაცია ხდება ჩვენი ქვეყნის და მეორეს მხრივ იქ ცალკე რაღაც ინდივიდუალური პოლიტიკური პოზიციონირება მიდიოდეს და ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს და ის რაც საზოგადოებას აი ამ ალტერნატივის დანახვაში აფრთხილებს სწორედ ამ თანამშრომლობის კარგი გასაგებია თანამშრომლობა თქვენ არ გამოგდით იმიტომ რომ ჩამოყალიბებული იდიოტების გარდა ერთმანეთს ვერ იტანთ მეგობრებო ვერ იტანთ ბიჭო ირაკლი ტაბლიაშვილი როგორ გაუბაზეთ ირაკლი ტაბლიაშვილი კი და ძალიან მაგარი ხაზით არის თან გაუშვით უსმინე გური მეტყველეთ კარგად ვარ 52 წლის ფეხის ზომა მაქვს 44-45 ჩემი მეუღლე ამბობს 45 მე მეუბნები 44 მეთქი სიმაღლით ვარ 1.82 თუმცა ჩემი მეუღლე ამბობს 83-ო მყავს მეუღლე მყავს შვილები და ასე შემდეგ ხო და რომ არ დამავიწყდეს ნებისმიერს აი აბსოლუტურად ნებისმიერს ივანი შუტკო-ბახიძეს პაპუაშვილს ბინარაძეს ვოლსკის წულუკიას ზარკუას და კიდევ ზეჭკვიარ კაც დიმიტრი სამხარაძეს ვიწვევ ღია ეთერში ყოველ ჯერზე გავიმეორებ თუ გნებავთ რა შუაშია სამლები და იმ შუაში გამოდოვა გამოდოვა სამლები ესეთი ანეკდოტია პარუჩიკ-ჟევსკი და სხვა პარუჩიკები არიან და შემოდის ტატიანა რასტოვა და Изахен, почему что это за игра бильярд? Куда вы это шары катите? Лузу загоняете, рада? Офицеры молчат, гусары молчат, все, рада? ზომებზე რო დაიწყო ლაპარაკი რომ 45-44 მაქორან ჩემწოს გონია ამ ხელარ ზომა სიმაღლე ამიხარ მან უბრალოდ უხერხულია და ვერანაირ ხუმრობას ვერ ვიცი არა გადაავიწყდა წამლები და არ დავცინა მაგის გამო გახარა ეს არის ამონტყოფი ბიჭი არა 45 ზომა თუ ფეხიც უნდა მივიდე იქა რა კავშირია თემა რა არის მართლა მაინტერესებს არც ფეხის ზომა არის ის და არც სიმაღლე თავის თავისი კი არა სიმაღლე თუ რაღაც ამფარგლებს სოლი ზომავს ხო დაი მოგვემოდის ხედავ როგორი შუტკები და მოძინავს გაზომავენ ხოლმე აი მე შემდეგ გამიზდა გადავიდეთ და უცური შუტკები მოდის და კი და სანამ გართულდება მე დავწეროთ ეს გასაცია აიგებენ ზომებს კარგად სიმაღლე სიგანე ვალავდებ დიამეტრი ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. თამბაქოს მოხმარება იწვევს ხორხის კიბოს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.